Пару раз снилось, закрывал глаза, думал, смог бы я найти. Ერთ-ორჯერ დამესიზმრა სახლს თუ მივაგნებდი. სადმე გაგრაში რომ ჩამაგდონ მივაგნებ სახლს, ფიქრობ ხოლმე. დაიმა, ეს ბევრი ფული იყო. ფეხბურთის 4 ბურთზე მყოფნი და ზუსტად მახსოვს 25 მანეთი ღირდა, ფიფას კარგი ბურთი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბებია და ბაბუა რომ ყავდა. Есть дедушка и бабушка. დავითის დედა მეორე ქორწინებაში იყო. უკვე ვახტანგ გოროზიას მეუღლე, როცა აფხაზეთში ომი. 11 წლის ბავშვი მშობლების გარეშე. То есть мы там, чудом выехали. დავითის მამობილი ბრძოლიდან დაბრუნებული არ იყო. დედა ამიტომაც დარჩა. Ну и, в общем, отец его там поранил. მამა დაბრუნდა თავზე ტყვიით გაკაწრული. თვენახევარი სარდაფში მალავდნენ. თვენახევარი ხან ჩეჩნები მოდიოდნენ, ხან აფხაზები. სახლს ჩხრეკდნენ. ქალაქში იყო მისი ფოტო გამოკრული. ეძებდნენ. ის ხომ ოფიცერი იყო. ბოლოს ჩემმა მშობლებმა გადანახული ფული საჭირო ხალხს გადაუხადეს და ღამე მდინარის კალაპოტით გამოიპარნენ. დევნილების ოჯახი 3-4 თვე დედას მეგობართან სოჭში ცხოვრობდა. Ну мы все время ждали, что сейчас назад вернется. ყოველდღე ველოდით, რომ ქართული ჯარი დაბრუნდებოდა და ჩვენ სახლში წავიდოდა. ამასობაში მამა ჩემისთვის უკვე სოჭში გაჩერებად საშიში გახდა. თბილისში გავემგზავრეთ. დავსახლით სასტუმრო ივერიაში. უამრავი ხალხი პატარა ოთახში. შემიყვანეს სკოლაში წერეთელზე, სადაც 1 სემესტრი ვისწავლე. ქართული სკოლა იყო და ძალიან მიჭირდა. На грузинском. ფინანსურადაც უკიდურესად უჭირდათ. ამიტომ როცა ოჯახს გაგრელმა მეგობარმა შეუთვალა, პემზაში სახლი გვაქვს და თუ გინდათ იცხოვრეთო, დიდხანს არ უფიქრიათ. ასე მოხდა დავითი ღრმა რუსეთში. Холодно, зимой там. საშინლად ციოდა -40 გრადუსი. მამა ჩემა სკოლაში დაიწყო მუშაობა. ჩემი დამრიგებელი იყო და შავ დღეს მაყრიდა. იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ პრივილეგიებით ვერ ვისარგებლებდი და ცოტა ზედმეტი მოსდიოდა. დამამახსოვრდა, ერთხელ ზამთარში ფიზკულტურის გაკვეთილზე გამოგვიყვანეს. თხილამურებზე უნდა ვისრიალოთო. რა თხილამურები, გაგრელ ბავშვს თოვლით წესიერად ნანახიც არ მქონდა. პემზაში დაფუძნება არ გამოსდიოდათ. ერთხელაც ნათესავებმა დაურეკეს, ასევე დევნილებმა. უთხრეს ნიკოლაევიდან ციმბირში გადავდივართ და თუ გინდათ აქ ჩვენ სახლს დაგითმობთო. ასე დააკავშირა ცხოვრებამ უკრაინას. ნიკოლაევი, რომელიც დღეს ასე გამოიყურება, მაშინ საკმაოდ კრიმინალური ქალაქი იყო, მაგრამ ბიჭი წარჩინებულ მოსწავლეთა დაფიდან რაღაცნაირად ახერხებდა არ დაეჩაგრათ. აი იქ გამოადგა 25 მანეთიანი ფიფას ბურთებით ნამეცადინები კენწულა. ქუჩის ბიჭებს დავალებებშიც ეხმარებოდა. ეს მისთვის უმარტივესი იყო. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტი წითელი დიპლომით. პატარ-პატარა სახლში დასახლდნენ, ბარაკივით ქოხილით სახლში. სკოლაში რომ მოიყვანეს, ერთი დოკუმენტიც არ ჰქონდა, მათ შორის არც დევნილი საბუთი. ვიცოდით საქართველოსდან რომ ჩამოვიდა ომიდან. თვალი დაუხუჭედა, მივიღეთ. როგორც ყველა ქართველი, უფროსებს პატივისცემით ეპყრობოდა. ხშირად ჩხუბობდა, თავისიანებს იცავდა. შესანიშნავად სწავლობდა და მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. ვამაყობ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ოქროს медаლი პირადად გადავეცი. Вот эта грузинская гордость. და აი იქ იჩინა თავი ქართულმა სიამაყემ. ჩვენ ფული არ გქონდა, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, მამა ჩემმა მოინდომა საუკეთესო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ფინურ უკრაინული უნივერსიტეტი გაიხსნა მაშინ. წელიწადი $600 ღირდა, სამჯერ მეტი ვიდრე ჩვენი ოჯახის შემოსავალი იყო. პირველი წლის შენატანი რაღაცნაირად მოვაგროვეთ. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, ნომერი 1, მაგრამ მეორე წელს ვერ გადავიხდიდით. უნდა წამოვსულიყავი. რექტორს ძალიან უყვარდი და სწავლისთვის რომ თავი არ დამეუნებებინა, სამსახური შემომთავაზა. კომპიუტერული სკოლის ლაბორანტად ამიყვანეს. ხელფას არ მიხდიდნენ, მაგრამ არ სწავლის გადასახადს მართმევდნენ. ასე შევისწავლე IT საქმე. დავითმა შემთხვევით გაიცნო უცხოელი კაცი, რომელიც ამერიკულ კორპორაციაში IT აუთსორსინგით იყო დაკავებული და უკრაინაში კომპიუტერის მცოდნეთა გუნდის შეკრებას ცდილობდა. Я ничего в этом не понимал, но я говорю, это მე ამაში არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ვუთხარი, გუნდსაც შევკრებ და ყველაფერსაც გავაკეთებ თქო. არ მეშინოდა, აქ ცოტა ავანტურიზმა იმუშავა. დავიწყეთ მუშაობა. ის შეკვეთებს პოულობდა, ჩვენ ვასრულებთ. მისი პირველი სამსახური იყო კომპანია, რომელიც საიტებს აკეთებდა და საკმაოდ ძვირად ყიდდა. მოგვიანებით კი ამ შენობაში საკუთარი ბიზნესიც დაიწყო. დააფუძნა Template Monster-ი. ვებგვერდების შაბლონების წარმოებით მისი კომპანია მალე მსოფლიოს ლიდერი გახდა. ფულიც გაუჩნდა და ახალ-ახალი ოფისებიც სხვადასხვა ქვეყანაში. смесь случайностей. ეს იყო შემთხვევითობისა და ავანტურიზმის ნაზავი. როგორც IT სტარტაპერები იტყვიან. IT, говорят, слабоумие и отвага надо. დავით
დავით არახამია იმ დროისთვის სანახევროდ ამერიკაში ცხოვრობდა და მზარდი პოპულარობის გამო ფსევდონიმად ადვილად გამოსათქმელი სახელი დეივიდ ბრაუნი აიღო. სწორედ ამერიკულ ფონდს მიყიდა მან თავისი ტემპლეით მონსტერი და ოფიციალური მილიონერი გახდა. ყიდველმა $100 მილიონი გადაუხადა და კომპანიის ხელმძღვანელად დატოვა. ბატონი добрый вечер мы из Украины სულ სხვანაირად მიესალმა თავის თანაქალაქელს 11 წლის წინ, ვისგანაც ნიკოლაევში რესტორნის დაქირავებას აპირებდა. ასე გაიცნო დავით არახამია. დღეს უკვე დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები არიან. Останній раз ми були оце в Грузії. შარშან დავითის დაბადების დღე საქართველოში აღნიშნეთ. მეც იქ ვიყავი. როგორ შეიძლება დავახასიათო ადამიანი, რომელიც უკრაინაში ოფიციალურად მეოთხე პირი იყო, ახლა მთლად მეორე მესამე ადგილის პრეტენდენტია. ინტელიგენტი, განათლებული, ძლიერი, კარგი ინტუიციის მქონე და სამართლიანი კაცი. სოლომონ ბრძენივით გადაწყვეტილებებს იღებს. დავით არახამია ომებში დაბრძენდა. 2014 წელს ცნობილი ბიზნესმენი უკრაინაში ჯერ ისევ საქართველოს მოქალაქე დეივიდ ბრაუნი ისევ გაგრელ ბიჭად იქცა. ომი დაიწყო. ბიზნესმენის პირველი ინსტინქტი სხვა ქვეყანაში გაქცევა იყო, მაგრამ მიხვდა, რომ სადმე ხორვატიაში წამოწოლილი ახალ ამბებში მშვიდად ვერ უყურებდა რა ხდებოდა მის ქალაქში და საკუთარ სინდისთან კონტრაქტი გააფორმა. ოჯახი გაარიდა, თვითონ კი დაბრუნდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი გაეკეთებინა. გამოვიდოდა. А потом снова в 2014 году мы вернулись в такую же ситуацию. 2014 წელს იმავე სიტუაციაში აღმოჩნდი, რაც ბავშვობაში გამოვიარე. დაიწყო ომი, წაიღეს ყირიმი. ნიკოლაევიდან 140 კილომეტრში ხდება ეს. მეგობარმა მითხრა, წამოდი მესაზღვრეებს სიგარეტი და წინდები წავუღოთო. ჩავედით და ვხედავთ. დაგლეჯილი ჯავშან ჟილეტები, გახრეტილი ჩაფხუტები, ერთადერთი ტყვიამფრქვევი, ფერმერების ნაჩუქარი მანქანა. უბედურება ხდებოდა. ის მწვანე კაცუნები კი ძალიან კარგად ეკიპირებულები იყვნენ. უთხარი, მე ჩაგაცმევთქო. რამდენი ხართ? ვეკითხები. ბატალიონიო, პასუხობენ. აზრზე არ ვიყავი ეს ბატალიონი რამდენიო. დაბრუნდი ოფისში. სეიფიდან $10,000 გამოვიღე. გადავეცი თანაშემწეს და ვეუბნები. ყველაფერი იყიდე და ხურდა მომიტანეთქო. წავიდა ჩემი თანაშემწე. ყველაფერი მოიძია და მეუბნება. ფული გვაკლდებაო. კიდევ 400-500 $1000 გჭირდებაო. მაშინ გავარკვიე, რომ ბატალიონი 550 ადამიანია. Не только форма, бронежилет и все. ნიკოლაევის მერი რომ ვიყავი, მოვიდა და ბლოკპოსტების აშენების უფლება მთხოვა. ყველაფერი თვითონ გააკეთა. ჩვენი ქალაქის გადარჩენაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. რისთვისაც დაიმსახურა უკრაინის სახელმწიფო ორდენი და თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება მათ სტრუქტურაში ემუშავა. არახამიამ ეს შეთავაზება მიიღო, მაგრამ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. В мирное время здесь куча журналистов, у нас ჩვენს პარლამენტში არ არის ადგილი, სადაც მედია არ დაიშვება. там маленький уголок. უკრაინის რადაში ხალხის მთავარ მსახურს, უკრაინის პირველი მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს ცხოვრების ჩვეული გზიდან პრეზიდენტმა გადაახვევინა. 3 წლით ადრე, ვიდრე უკრაინის პარლამენტის კულუარები ქვიშის ტომრებით გაივსებოდა. კვარტალი 95-ის ოფისში არახამია ზელენსკის მინისტრებისა და გუბერნატორების შერჩევაში ეხმარებოდა. სწორედ მაშინ კითხა პრეზიდენტმა: შენ რომელ პოსტზე წახვალ? არახამიამ კარგა ხანს იუარა და ბოლოს დაჰყვა. Это наш парламент. დარბაზში, სადაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის დროშა შეაბრძანეს, რასაც უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ. არახამია საკუთარ ადგილს გვიჩვენებს. Вот там уже ложа журналистов, они все იქ фотографируют. ჟურნალისტების ლოჟაა. შეუძლიათ ყველაფერი გადაიღონ შენს ტელეფონში. ამიტომ ეს ყველაზე მაგარ ადგილად ითვლება. კამერები ვერ ხედავენ. აი ჩემი ადგილი, არახამია. Вот Арахамия, карточку мы берем. ფრაქციის თავმჯდომარე ეშმაკურად მოწყობილ სისტემას გვიჩვენებს. კენჭისყრის დროს დეპუტატს ორივე ხელი დაკავებული აქვს, რაც საშუალებას არ აძლევს ხმა ზარმაცი კოლეგების ნაცვლად მისცეს. პოლიტიკას ახლა დაკავებული აქვს მთელი მისი დრო, მთელი მისი ცხოვრება. დრო კი უკრაინას ცოტა აქვს. Хотим совершить рекорд. სიმართლე გითხრათ, გვინდა რეკორდი მოხსნათ. გვინდა რომ ომის დასრულებისთანავე ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ეს მოთხოვნა ომის შეწყვეტის ხელშეკრულებაშივე ჩავწეროთ. და ეს როდის იქნება? წელიწად ნახევარში. მისი პირველი სამშობლო კი ამ დროს 12 საშემოდგომოს გამოსწორებას მოანდომებს. Институционально она ინსტიტუციურად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდო პროცესია. სამწუხაროდ ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრანსფორმაციისთვის მზად არ არის. მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებულები
მიმართულები არიან ამ იდეის გარშემო იცეკონდა, თავი მოაჩვენონ თითქოს ამაზე მუშაობენ. ჩვენ დაგეხმარებით. მზად ვარ პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო. ოღონდ ერთი პირობით. ჩემთვის სულ ერთია რა ერქმევა პარტიას, სულ ერთია პოლიტიკოსის გვარი. თავარია პრორუსი არ იყოს. Пророссийский вектор. პროევროპელი ქართველი ლიდერებიდან დავითი ყველაზე უკეთ მიხეილ სააკაშვილს იცნობს. უკრაინის ორმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა ერთმანეთი კიევში ამერიკის საელჩოში გაიცნეს. Я говорю, кто-то грузин, он говорит, нет, он не... ვიღაცამ ჩემზე ანიშნა, აი კიდევ ერთი ქართველიო. ის კიდე პასუხობს, ქართველი კი არა, მეგრელიო. Ну, начали общаться. То есть... ასე გავიცანი. მხოლოდ ახლა როცა ეს გზა გავიარე, მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია არ გეშინოდეს ექსპერიმენტების. მიხეილი თქვენთან 25 წლის ადამიანებს პოულობდა და შესაძლებლობებს თავაზობდა. მინისტრებად ნიშნავდა. აქაც ძალიან ძლიერი გუნდი შეკრიბა. გუბერნატორი რომ იყო კონკურსის წესით აიყვანა ისინი. აი იქ მაგალითად დიმიტრი ნატალუხაზის. ახლა ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, მიშას გუნდელია. კონკურსით აყვანილი. აი აქზის გოლოსის სალომეა ბობროვსკაია. ისიც მისი გუნდიდან მოვიდა. დავით არახამიას აქვს ინფორმაცია, როგორ ექცევა სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება. ეს პირველი პირისგან იცის. მას პირველ პატიმართან თბილისში მიმოწერა აქვს. ლეშეკ ბალცეროვიჩი ავიღოთ, პოლონეთის პრემიერი. ჩვენ ახლა ყველა ვაქებთ პოლონეთს, ათჯერ მეტი ეკონომიკა, ათჯერ სწრაფად, ათჯერ უკეთ, მაგრამ მაშინ, როცა პოლონეთში რეფორმები, ეგრეთ წოდებული შოკური თერაპია მიმდინარეობდა, ეს მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ხალხს ეზიზღებოდა ეს ლეშეკ ბალცეროვიჩი. დღეს ის რეფორმატორია, პუბლიკის ფავორიტი, მაგრამ მაშინ სძულდათ. ასეთია პოლიტიკა. მხოლოდ დროსთან ერთად მიხვდება ხალხი რა გააკეთე და რა გააფუჭე. რადას კულუარებში ბუჩის, მაკაროვის, დიმიდოვის ფოტოებია გამოფენილი, რომლებიც სრული სისასტიკით ვერასოდეს გადმოსცემს, რას გადიან უკრაინელები უკვე ზუსტად 5 თვეა, 24 თებერვლის დილიდან. Вот как-то рано утром, говорит, Настя, нас напали. ძალიან ადრე გამაღვიძა დავითმა. თავს დაგვესხნენო. რომ ვიხსენებ, ახლაც ცუდად ხვდები. მერე სვეტამ დაგვირეკა. დავითის პირველმა ცოლმა. ვიკა რა უნდა ვქნათ, ჩვენთან ყველაფერი ზანზარებსო. ისინი ნიკოლაევში ცხოვრობენ. ცხოვრებაში პირველად ვნახე განგაში დავითის სახეზე. გაფითრებული იყო. უჩვენოდ სამსახურში ვერ მიდიოდა. სახლშიც ვერ რჩებოდა. გვეგონა რომ მობილური კავშირი გაწყდებოდა. სხვა გზა არ იყო. წავიდა, მაგრამ დამძიმებული გულით დაგვტოვა. მანქანა რომ გამოვიძახეთ, უკვე აფეთქებები იყო. ბავშვებს ფეიერვერკი ეგონათ. დავით არახამიას 6 შვილი ყავს. უფროსი ვაჟები შინარდაგ ხვდნენ. პირველ ბავშვს დავითი დაარქვეს მამის პატივსაცემად. ის პირველ ქორწინებაში შეეძინათ. შემდეგ ჩვენ დანიელი გაგვიჩნდა. მომდევნო იყო დანა. მესამე ბავშვზე უკვე მივხვდით, რომ ყველა სახელი დაზე იწყებოდა. არ ვიცოდით რა დაგვერქმია. გადავშალე ქართული სახელების ლექსიკონი. ვიპოვე დარიკო. ცოტა გადავაკეთეთ და გამოვიდა დარიკა. უკრაინაში ასეთი სახელი ერთადერთია. ყველა გვეკითხება, საიდან? ვეუბნებით, საქართველოდან. ვიქტორია დავითის თანაქალაქელია, როგორც ამბობს პროფესიით დედა. ჩვენ კი ვიტყოდით ბედნიერი ქალი, რომელიც კიდევ ერთ შვილზე ოცნებობს და სახლში ძაღლებიც ეცოტავება. 4 ძაღლის გარდა აქ ცხოვრობს შინშილა, ზაზუნები და თუთიყუში, რომელიც როგორც ყველა სხვა მოლაპარაკე თუთიყუში, რასაც ყველაზე ხშირად ისმენს, იმას იმეორებს. Ну, он знает у нас слава Украине, он знает Путин хуйло, он знает. Давид, положи трубку. Давид, положи трубку. Да, ну всегда на телефоне, да, то есть мы научили Давид, положи трубку. ომის პირველ ეტაპზე ვიკა ბავშვებთან ერთად დასავლეთ უკრაინაში იმყოფებოდა. Я приезжала в Киев. კიევში სამჯერ ჩამოვედი ბავშვების გარეშე. ქუჩაში მინდოდა ყველა უკრაინელს გადავხვევდი. მაღაზიაში მინდოდა ყველასთვის მეთქვა მადლობა, რომ არ დაიხურეთ. მადლობა ბიზნესმენებს, რომლებიც არ წავიდნენ და ნულოვანი მოგებით, მაგრამ მაინც მუშაობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკრაინის სჯეროდათ. თან სოფლიოს ისეთი გიჟური რწმენა აქვს, შეუძლებელია უკრაინა დამარცხდეს. ცოტა რომ ჩაწყნარდა, პირველი ეს ტატუ გავიკეთე. უკრაინის რუკაა, ერთი წერტილით ნიკოლაევის, ჩემი მშობლიური ქალაქის ადგილზე. მინდა რომ სულ ჩემთან ერთად იყოს. არასოდეს ყოფილვარ უკრაინის ასეთი ფანატიკოსი. მიყვარდა, ცხადია, სხვაგან ცხოვრება არასოდეს მდომებია. მე აქ 5 ბავშვით დავბრუნდი. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. Мы очень верим в нашу победу.
არახამიების მრავალშვილიანი ოჯახი კიევის შემოგარენში გრინჰილსის დასახლებაში ცხოვრობს. დავითმა სახლი აქ სხვა დანარჩენთან ერთად სამეზობლო წესით მოხიბლულმა იყიდა. არც ერთი პოლიტიკოსი ჩვენ სამეზობლოში. ამიტომ იყიდა და მერე თვითონვე დაარღვია. ცხოვრება მოულოდნელია. მაგალითად, ვინი ფიქრებდა, რომ ოდესმე საკუთარ ეზოში ბუნკერის მშენებლობას დაიწყებდა. ომში თავშესაფარი ექნებათ, მშვიდობაში საოჯახო კინოთეატრი. თავის საყვარელ დრამსაც ალბათ მალე იქ დადგამს. დრამერი სკოლის ასაკში გახდა. თმაც რინგო სტარივით გაიზარდა და ბიტლზის ქავერები შეუბერა. Потом я немножко диджеем, где тут как раз фотография. ამ ფოტოზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის ღონისძიებაზე მიქსავს. Вот когда я поехал на переговоры. რუსებთან მოლაპარაკებაზე რომ წავედი, იმათმა ერთი ამბავი ატეხეს. უკრაინელებმა დელეგაციის ხელმძღვანელად დიჯეი გამოუშვესო. გეგონებათ, ეგ არის ჩემი მთავარი პროფესია. ნახევრად ხუმრობით უპასუხე. აი რას აკეთებს დიჯეი. აქვს ერთი ტრეკი და აქვს მეორე ტრეკი. პულტის საშუალებით მიქსავს ისე, რომ ორივე ერთად კარგად ჟღერდეს. აქაც ასია. გვაქვს რუსეთის პოზიცია, გვაქვს უკრაინის პოზიცია და გვჭირდება პულტი, რომ დავიმიქსოთ. Чтобы это наконец-то заработало. ეს პატარა არახამიების მხარდასაჭერი პლაკატი და აქცია იყო, როცა მამა პირველად წავიდა რუსეთთან მოლაპარაკებაზე. უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა ეფექტი გამოჩენისთანავე ჯერ თავის დრესკოდით მოახდინეს. არახამია გვიხსნის, მეორე მხარეს უნდა ეგრძნო, რომ არ ვაპირებდით ჩიტების ენაზე ლაპარაკს, როცა ყველაფერი გაუგებარიაო. უნდა ეგრძნოთ, რომ მათსავით ბევრი დრო არ გქონდა და უსასრულო თამაშებში ვერ შევყვებოდით. ამ შეხვედრებს უშედეგოდ არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ თავარი მოლაპარაკება წინ არის. Я не буду называть это победой, я буду называть это компромиссом. კომპრომისი იქნება. თუკი თებერვლის სტატუს-კვო აღდგება და რუსებს იქ დავაბრუნებთ, სადაც თებერვალში იდგნენ. გამარჯვება ჩავთვლით დონბასისა და ყირიმის დაბრუნებას. ანუ უკრაინის აღდგენას იმ საზღვრებში, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს. დავით არახამიამ უკრაინის უახლეს წარსულში სამოგზაუროდ მიგვიწვია. У Иванишвили поместье. არ ვიცი ივანიშვილს როგორი მამულები აქვს თქვენთან, მაგრამ აქ იანუკოვიჩი ცხოვრობდა. Мафиозная культура. წმინდა მაფიოზური სტრუქტურა ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოშია. როცა ერთი ადამიანი თავის ხალხს ნიშნავს ყველა პოსტზე, განსაკუთრებით ძალოვან სამინისტროებში. თან ყველა პრორუსი პოლიტიკოსია. გამიგია, რომ თქვენთანაც ბიძინა ივანიშვილსაც რაღაც მამული აქვს, სადაც მთელი საქართველოდან 100-წლოვანი ხეები ჩაჰქონდა. მინდა ის აქ, მეჟგორიაში დავპატიჟო. Бедзина, если ты наш смотришь. ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენს თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგრდებეთ. გააკეთეთ ეს ნებაყოფლობით. თქვენ ფიქრობთ ის როსტოვში წავა? ის ხომ საფრანგეთის მოქალაქეა? Когда на него наложат როცა ევროპულ სანქციებს დაადებენ, არ ამგონია საფრანგეთში იცხოვროს. გონია იქ წავა, სადაც მთელი ცხოვრება ფულს აკეთებდა, რუსეთში. იანუკოვიჩმა მეჟიგორიაში 40 ჰექტარი მიწა სახელმწიფოსგან კაპიკებში იყიდა და იქ თავისი ოლიგარქიული სამყარო გააშენა. Смотрите, какой вид, он жил там спальня. Это вот его дом, Хонка называется. ხონკა ახლა მუზეუმია, ზღაპრული სიმდიდრის ვილა თავისი ოქროს უნიტაზებით, იმის მაჩვენებელი არტეფაქტებით, რამდენად შეიძლება შეიშალოს ადამიანი დიდი ფულისა და ძალაუფლების ნიადაგზე. უკრაინის ექს-პრეზიდენტი საბანკო სისტემას არ ენდობოდა, ფულს ქეშად ინახავდა. დავითი გვიყვება, რომ გაიქცა რამდენიმე კამაზი ფული დატვირთაო. В прошлом году. შარშან საქართველოში რომ ჩამოვედი, ბევრი მანქანა ვნახე დაცვით და ესკორტით. ჩვენთან ეს დიდი ხანია ცუდ ტონად ითვლება. ქართველების 90%-მდე უჭერს მხარს ევროპულ გზას. ამას შენი ცხოვრების წესით უნდა გამოხატავდე. სინამდვილეში საქართველოში რა ხდება? განეგნულად დემოკრატიასავით გამოვიყურება. თუ სიღრმეში ჩაიხედავთ, ავტოკრატიაა. ერთი კაცი აკონტროლებს ყველაფერს. მაგალითად, ჩვენთან ტელევიზიის გასახსნელად ლიცენზია გჭირდება. თქვენთან ამის გარეშე შეიძლება მაუწყებლობა. თითქოს ძალიან დემოკრატიულად ჟღერს, მაგრამ როგორც კი არხი რეიტინგს გავლენას იძენს და ხელისუფლებას არ აქებს, პრობლემები იწყება. მახსოვს რუსთავი 2 წაგართვეს. ახლა ნიკა გვარამია ჩასვეს ციხეში. სხვა არხების მფლობელებს სამართლებრივად დევნიან. მედიის ტოტალური კონტროლი ევროპული სტანდარტი არ არის. ეს ხომ სიგნალია ევროკავშირისთვის. ხომ იცით, უკვე გამოაცხადეს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, როგორც კანდიდატის სტატუსის პირობა. Кандидатского статуса. Деиванишвилизацию, да. კი ბატონო, თუ სიტყვის თავისუფლება არ გაქვს, ევროკავშირში ვინ მიგიღებს?
მასპინძელი გვიყვება, რომ ეს პრობლემა თვითონაც აქვს. თან მთელი ხუთი ოლიგარქი. პარლამენტში უმრავლესობა კი აღამ დაკარგეს, როცა დეოლიგარქიზაციის კანონს იღებდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დათმო. Если ты бизнесмен, занимайся бизнесом. თუ ბიზნესმენი ხარ, ბიზნეს მიხედე. პოლიტიკური კორუფცია აღარ გამოვა. ეს კანონი საქართველოშიც იმუშავებს. თქვენთვის გაცილებით ადვილი იქნება. ასე გონიათ? თქვენ მხოლოდ ერთი ოლიგარქი გყავთ. ერთი, მაგრამ ძალიან მდიდარი. ის საქართველოს ეკონომიკის მესამეც ფლობს. Я думаю, что сами грузины... ქართველები მარტო ამას ვერ შეძლებენ. თუ ყოველი მესამე დოლარი ქვეყანაში მას ეკუთვნის, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევს. მაგრამ ევროკავშირის წესები მას ჩარჩოში ჩასვამს. არავინ ეუბნება ციხეში უნდა გამოგამწყდიო. თუ პირობებს შეასრულებს, დარჩეს ბიზნესმენად. ვინ უშლის? კეთილად თუ არ წავა, ადრე თუ გვიან აივსება მოთმინების ფიალა. ხალხი მას მაინც გააგდებს. ონდეს უკვე შეიძლება მოხდეს რევოლუციით, ძალდობრივი გზით. ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან იყო იანუკოვიჩის შემთხვევაში. იანუკოვიჩს თავის მამულებში ჰქონდა საკუთარი ნავსადგური, გოლფის სკოლა, შადრევნები და ვერსალის ბაღები. ამბობენ საჰაერო თავდაცვის სისტემაც კი. ახლა ეს უკრაინის ეროვნული პარკია. ყველაფერი ოლიგარქის ზოოპარკის ჩათვლით უკრაინის მოქალაქეებს ეკუთვნით. როგორც კი ჩვენმა გიდმა ზოოპარკი ახსენა და ბუჩქებიდან კურდღელმა ისკუპა, ჩვენ თავის ზებრებით, პინგვინებით, ზვიგენებით და ფლამინგოებით მოვიწონეთ. იანუკოვიჩს დღემდე დასცენია. თვითონ გაიქცა და თავისი საყვარელი სირაქლემები ჩვენ დაგვიტოვაო. მეჟიგორიაში ბევრი ასწლოვანი ხელდგასო სხვათა შორის ახსენა არ ახამიამ, მაგრამ აქამდე სხვის დენდროლოგიურ პარკში ცხვირი არ ჩაგვიყვიაო. 19 год, 20 19 წელს, 20 წელს, 21 წელს ხომ არ შეგხებივართ. მაგრამ როცა რუსეთის თამაში ჩაერთეთ, როცა შვეიცარიაც კი ვეღარ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, საქართველომ ისიც ვერ თქვა, ეს რუსეთის აგრესიაო. ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. კგბ-ს აგენტის შვილი. კგბ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს რომ დავერბოვკებული იყო და ამ აგენტის შვილი მართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა. правящей партии в Грузии. О чем мы вообще говорим? არახამიას არ გაუკვირდება, თუ კი ამ განცხადებებისთვის ოფიციალური თბილისი მისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს ბოდიშს ან მტკიცებულებებს, მაგრამ ამჯერად ყველა მტკიცებულებას სხვას გადასცემს. Давайте, преступникам же никто... დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები? ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. Вот, ребята, я вам говорю вот сейчас прямо на камеру. აი ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით. ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში. იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნეს გარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენ ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა. ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ რა მოვიდა, ასე რომ დროა. თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ. Подыскивайте себе недвижимость в Ростове. იმ დროში, როდესაც დავით არახამია მენტორინგით იყო დაკავებული, თავის საჯარო ლექციებში უთქვამს, რომ მისი ვნება სისტემების გატეხვაა. განსაკუთრებით კი ყველაზე სრულყოფილი სისტემის, როგორიც არის ადამიანის ტვინი. IT ექსპერტს, რომელსაც ჩვენზე უკეთ უნდა ესმოდეს, როგორ მუშაობს მდიდარი კაცის გონება, დახმარება ვთხოვეთ. ჩვენთვის ასე ამოუხსნელი სისტემის გატეხვა. ბიძინა ივანიშვილის ალგორითმის წაკითხვა. Мне кажется, смотрите, он достаточно талантливый бизнесмен. ის საკმაოდ ნიჭიერი ბიზნესმენია. იმ დროში, როცა მან ფული გააკეთა, უამრავი კვდებოდა. აქედან ვასკვნი რომ ფრთხილიც არის. ამდენი ფული რომ ეშოვნა, ან კრიმინალური ავტორიტეტი უნდა ყოფილიყო, ან რუსეთის ხელისუფლების აგენტი. ის გაზპრომის აქციონერი იყო. გაზპრომის შინაურების კარმუშკაა და გარედან არ შეგიშვებენ. აგენტი უნდა იყო. როცა საქართველოს პროამერიკული ვექტორი რუსეთისთვის ძლიერი გამაღიზიანებელი გახდა, გავლენების დასაბრუნებლად რუსეთმა ფსონი ივანიშვილზე დადო. ივანიშვილი არის მათი ცვლილებების აგენტი, ასე ვთქვათ. ამისთვის რუსეთი მას აძლევს ყველა რესურსს, ფულს რაღაც ბიზნეს სქემებიდან და დაცვას. საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველია ერთსულ მოსახლეზე FSB-ს აგენტებით.
ამერიკელებმა უკვე აღიარეს გავლენის დაკარგვა თქვენს ქვეყანაში. ივანიშვილს კი სხვა გზა არ აქვს. ის ან ნოვიჩოკს მიიღებს, ან ბოლომდე დაიცავს რუსეთის ინტერესებს საქართველოში. უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ სხვა შემთხვევაში ის დაკარგავს ყველა აქტივს, რაც ცივილიზებულ დასავლეთში აქვს. მან უნდა აირჩიოს. ამ შენობის პატრონსაც უგზავნიდნენ იგივე სიგნალებს, მაგრამ ის პასუხობდა: მე ყველაფერს ვაკონტროლებ, ეს ჩემი ქვეყანაა. ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. უნდა ვისწავლოთ ისტორიისგან. История должна учить людей. უკრაინის ისტორიის შავი ფურცლები წმინდა მიხეილის გალავანზეა გამოფენილი. 2014-დან 20 წლამდე ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცთა პორტრეტები. რა გალავანი ეყოფა 22 წლის გმირებს, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მათ შორის უთუოდ იქნება 17 ქართველი მებრძოლი, რომელსაც ჩვენმა პრემიერმა გასულ კვირას დაქირავებული ბოევიკები უწოდა. Это герои, это... ისინი გმირები არიან. ერთია ომში რომ გიწევენ და მეორეა, როცა ამას გულის სახილით აკეთებ. ეს გმირობაა. Герои, მორწმუნე ხართ? Я верующий, но умеренно. ზომიერად, სხვათა შორის უმცროსი წყუბების მონათვლას საქართველოში ვაპირებდი. ჯერ არ გამოდის. პირველ რიგში ომისა და მეორე პოლიტიკური სიტუაციის გამო. გაუგებარია ღირს თუ არა ჩემი ჩამოსვლა საქართველოში. შემიძლია თუ არა. გონია რაღაც პროვოკაციებს მომიფიქრებენ. იმდენი საზიზღრობა ითქვა უკვე. მაგრამ მაინც ჩამოვალ ალბათ. ცოტა გამოვიდაროს ჩვენთან და ყოველთვის მომხრე ვარ. სიტუაციაში ადგილზე გავერკვე. На месте. კიევის რამდენიმე მოედანზე ასეთ სურათს გადააწყდებით. ექსპონატებად ქცეულ განადგურებულ რუსულ ტექნიკას, რომელიც უკრაინელებმა ატრაქციონად აქციეს. ღია ცის ქვეშ ინსტალაციებს ბევრი დამთვალიერებელი ყავს. მასპინძელმა თავაზიანად წარგვადგინა, მაგრამ ქართული ტელევიზია და რუსული BMB-ები ვიღას ახსოვდა. თვალწინ ცოცხალი დავით არახამია ედგათ. უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელი, ხალხის მსახური, რომელიც ომის დროსაც კი დაცვის გარეშეა, ძღოლის გარეშე თვითონ მართავს მანქანას, დადის ფეხით და ხანდახან სკუტერითაც. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, იმ პატარა კაცისთვისაც კი, რომელმაც საკმაოდ მკაცრი ტონით დაავალა, ზელენსკისთვის გადაეცა ცოტა დროულად გაათავისუფლოს ბერდიანსკი. Скажи Зеленскому, что поскорее Бердянск освободили. Все, давай 5. Через час скажу. დავით არახამია დარწმუნებულია, იმ ბერდიანსკელ ბიჭს 30 წლის შემდეგ არ მოუწევს თვალის დახუჭვა და სახლის გზის მასსავით გახსენება. ის მალე დაბრუნდება შინ და ქართველი თანატოლებიც მასთან ერთად შინ ევროპაში. Украине обов'язково все буде добре. Ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში.